გამარჯობა, მოგესალმებით, როგორც ხედავ, გავედით უკვე პირდაპირ ეთერში. ეს არის პლატფორმა მშობლისკივრი. თუ კი პირველად მოხვდით ამ პლატფორმაზე, გეტყვით, რომ იგი როგორც სახელწოდებაც მიგანიშნებთ, ალბათ შექმნილია პირველ რიგში მშობლებისთვის. ამ პლატფორმაზე ქვეყნდება სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის ასეთ ვიდეო ფორმატით, ასეთ ბეჭდურის სახით. ყოველკვირეულად ვიწვევთ სხვადასხვა სტუმარს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვესაუბრება მშობლებისთვის აქტუალურ თემებზე. და მსმენელს აქვს შესაძლებლობა, რომ პირდაპირ ეთერში ასეთ კითხვების, კომენტარების სახით მიმართოს ჩვენ სტუმარს და მიიღოს გარკვეული კონსულტაცია, ან გაიგოს პასუხი მის დასმულ შეკითხვაზე. ყველაზე ხშირად კიდე რასაც გვეკითხებიან არის ის, რომ თუ კი ვერ ვახერხებ ახლა ყურებას, შეიძლება თუ არა ეს ჩანაწერი სადმე ვნახო და გეტყვით, რომ ყველა ჩვენი პირდაპირ ჩართვა იწერება, ხელმისაწვდომია ამავე გვერდზე, შეგიძლიათ გადახედოთ და ათვალიეროთ. თუმცა აი ზუსტად ინტერაქციის უპირატესობის გამო ჯობია რომ ჩვენთან ერთად იყოთ თავიდანვე პირდაპირ ეთერში. ეხლა კიდევ ერთი წუთი ზუსტად გთხოვთ რომ ვინც უკვე ჩვენთან ხარ დავავალოთ, სანამ ეს შეტყობინება ყველასთან მივა და მე სიამოვნებით გაგაცნობთ დღევანდელ თემას. მე ვხედავ რომ გვიერთდებიან ნელ-ნელა მსმენელები, რაც ძალიან გვახარებს. შეიძლება მომიწეს შესავალი ნაწილის გამეორება. კარგით. მგონი შეგვიძლია რომ დავიწყოთ, ხო? დავიწყოთ, ვინც ახლა შემოგვერთით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე გახლავართ თამთა სამიშვილი, წარმოვადგენ ორგანიზაცია მაგ ჯორჯიას. ეს არის მშობლისკივრის პირდაპირი ჩართვა. დღევანდელი სტუმარი გახლავთ ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხადაგიანი, რომელსაც ვიცი რომ ბევრი იცნობთ არა მარტო ამ პლატფორმიდან, ისედაც მარიამს აქვს ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ხშირად სტუმრობს ხოლმე ჩვენ და გვიზიარებს საინტერესო რჩევებსა და რეკომენდაციებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა ის თემები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე, მათი ნაწილი არის მე მგონი ისეთი უნივერსალური, რომელიც ყველა დროსა და ეპოქაში ალბათ წარმოადგენს პრობლემას მშობლებისთვის, მაგრამ დღევანდელი თემა ეს არის წმინდა 21 საუკუნესთან დაკავშირებული, ვსაუბრობთ ტექნოლოგიებზე. ამას არ ჭირდება მე მგონი ბევრი ახსნა განმარტება, რომ რა დოზით არის ტექნოლოგია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ვიცით რომ ბევრი მშობლისთვის, მე ვიტყოდი რომ აბსოლუტურად ყველა მშობლისთვის, ანუ უმეტესობისთვის მაინც რჩება დღემდე გამოწვევა. თუ როგორ დაარეგულიროს ამ ტექნოლოგიების მოხმარება ისე რომ ბავშვისთვის იყოს სასარგებლო და პირიქით, ანუ შეამციროს ის მავნე შედეგები, რაც ტექნოლოგიების ჭარბად გამოყენებას შეიძლება ახდენს თან. აი ეს არის დღევანდელი ჩვენი თემა. მარიამ, კიდევ ერთხელ მთელი ჩვენი გუნდის სახელით გიხდით მადლობას ჩვენთან თანამშრომლობისთვის. მადლობა თქვენ. პრინციპში შეგვიძლია დავიწყოთ, ხო? შეგვიძლია დავიწყოთ და დავაანონსოთ, რომ ვისაუბრებთ შენ გააცნობ ანუ სხვა რეკომენდაციას მშობლებს, რა არის ის მავნე შედეგები, როგორ შეიძლება მათი მინიმალიზება და რა არის ის რეკომენდაციები, რაც ემპირიული მონაცემების თანახმად, ან მეცნიერული კვლევების თანახმად დაგროვდა დღემდე. მადლობა. დიდი მართლაც მეც მგონია რომ ძალიან სერიოზული თემა არის 21 საუკუნესთვის, განსაკუთრებით ბოლო მინიმუმ 10 წელი რაც მახსოვს, ეს არის თემა, რომელიც მუდმივად მეორდება, მუდმივად არის კითხვები, მუდმივად არის კვლევები. ყოველ წელს ამერიკის ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა ასოციაცია იქნება, თუ ამერიკის პედიატრთა ასოციაცია, თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უშვებს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით შეიძლება მივაწოდოთ ბავშვს, რა არის ამის ასე ვთქვათ ნეგატიური გავლენა, რა არის სარგებელი და ასე შემდეგ. ასევე უნდა აღნიშნო, რომ ეს ეხება არამხოლოდ ბავშვებს. ჩვენ ძირითადად ვისაუბრებთ დღეს ბავშვებზე, თუმცა ციფრულ ტექნოლოგიების გამოყენება სწორად დღეისათვის აი ეს თემა არის პრობლემა როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის, იმიტომ რომ ვიცით ასევე რომ ძალიან სერიოზულ მიჯაჭვობას იწვევს ზრდასრულებში, იწვევს გადაყლას, გამოფიტვას, მოკლედ მთელი რიგი პრობლემები შეიძლება
გამოიწვიოს. თუმცა ასევე უნდა აღნიშნოთ, რომ ამის გარეშე დღეს ყოფნა უბრალოდ წარმოუდგენელია ზრდასრულისთვისაც და ბავშვისთვისაც, იმიტომ რომ ფაქტიურად ვმუშაობთ თუ ვისმენებთ კომპიუტერი, ტელეფონი, iPad-ი, აი ეს არის ის, რაც ყველა ოჯახში თითქმის არის. თითქმის და ჩვენ გვახსოვს რომ პანდემიის დროს მაგალითად იქ სადაც ხელმისაწვდომობა არ იყო კომპიუტერებზე სერიოზული პრობლემები შეექმნათ ბავშვებს, იმიტომ რომ ვერ ერთვებოდნენ სასწავლო პროცესში. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ რომ აი ამ ციფრულ ტექნოლოგიას აქვს ძალიან დიდი პოზიტიური, ასე ვთქვათ, წვლილი ადამიანის განვითარებაში დღესდღეობით. ჩვენც ახლა რასაც ვაკეთებთ ეს არის დამსახურება სწორედ ამისი, რომ ნაწილი ადამიანებისა ვით სამსახურში სახლიდან ვერთვები ხო, ანუ ვახერხებთ იმას, რომ ერთად შევიკრიბოთ და გავუზიაროთ და მოვუსმინოთ ერთმანეთს. შესაბამისად, ამის უგულებელყოფა და იგნორირება, რომ ეს არის ცუდი, რა თქმა უნდა, არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ არ არის, ეს არის განვითარების ერთ-ერთი სერიოზული ეტაპი, მაგრამ ისევე როგორც ალბათ ყველაფერს ჭირდება დოზირება. და სწორედ აი ამაზე ვისაუბრებთ, რომ რა არის ის ნეგატიური ასპექტები და რა არის პოზიტიური ასპექტები და როგორ შეიძლება რომ მე როგორც მშობელმა, ოჯახის წევრმა დავაბალანსო, ასე ვთქვათ და ბავშვს დავეხმარო ამის დაბალანსებაში, ხო? მოდით პირდაპირ დავიწყებ, მაშინ მე გავაზიარებ, იმიტომ რომ მგონია რომ ვიზუალურადაც, როდესაც თვალსაც ჩინოც ჩანს, უფრო ისეთია. ნახეთ, პირდაპირ დავიწყოთ ნეგატიურ და პოზიტიურ გავლენაზე, ხო? როგორც თანხმდებით, ხშირ შემთხვევაში ყველა ტიპის არის, ან ერთი მაინც, ან ტელეფონი მაინც არის, ან კომპიუტერი და ბავშვებიც მას იყენებენ. რა არის ნეგატიური გავლენა, ასე ვთქვათ, ჭარბი დოზით გამოყენებული ციფრული ტექნოლოგიის? ის ამცირებს კომუნიკაციის დროს. ზოგადად ესეთი საინტერესო კვლევები არის ხოლმე, რომ აი რა დროს ატარებენ საშუალოდ სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვები ციფრულ ტექნოლოგიასთან, კომპიუტერთან, ტელეფონთან და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თუ არ ვცდები 2021 წლის მონაცემები იყო დაახლოებით 4 საათი, სადღაც 6-7 წლამდე და უკვე აი 8-12 წლიდან იყო 7 საათიც კი დღეში. განსაკუთრებით ეს რა თქმა უნდა ხდებოდა პანდემიის დროს. საქართველოშიც ჩემი პირადი გამოცდილებით სტატისტიკა ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ ოფიციალური სტატისტიკა მე მგონი არ გვაქვს, მაგრამ მე პირადად საკმაოდ ხანგრძლივად გარკვეულ კვლევას, ასე ვთქვათ, ვაწარმოებდი და როდესაც შობილს ვეკითხებოდი თუ რა დროს ატარებს ბავშვი ტელეფონთან ან ტელევიზორთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და ვიტყვი რატომ, პასუხი იყო ხშირად 3-4 საათი სადღაც საშუალოდ, თუმცა იყო რომ 5-6 საათიც ვთქვამთ. ეს იყო ბავშვებზე, რომლებიც დაახლოებით 2-დან 5 წლამდე, 6 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ, მათ უმრავლესობას შუადღეს ეძინა. შესაბამისად, ნახეთ, გამოდის რომ კვება, ძილი და დღის უმეტესი ნაწილი იყო სწორედ ციფრული ტექნოლოგია. რატომ აღნიშნე ტელევიზორი? ძალიან ხშირად ოჯახში არის ჩართული ტელევიზორი ისე რომ თითქოს მას არავინ არ უყურებს და აი ესე რომ ჩაეძიოთ მშობელს იტყვის რომ არა არ უყურებს, ის თავისთვის არის ჩართული, თუმცა ის არის მუდმივი ფონი ბავშვისთვის, მაშინაც როდესაც თამაშობს და მესმის რომ ხან აქცევს ყურადღებას, ხან არ აქცევს ყურადღებას, მაგრამ ესეც მაინც ესე ვთქვათ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ არ არის რეკომენდებული ესე 24 საათიან რეჟიმში ტელევიზორი იყოს ჩართული. 3-4 საათი დღეში არის საკმაოდ ბევრი. ეს არის ის დრო, როდესაც აკლდება კომუნიკაციას, აკლდება ბუნებაში გატარებულ დროს, აკლდება ოჯახის წევრებთან გატარებულ დროს და ეს თითოეული რაც ჩამოვთვალე არის ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი გარემო. შესაბამისად, აქ არ არის, აი ცოტა ხანი გადავდოთ რა შინაარს უყურებს ბავშვი, უბრალოდ ვთქვათ, რომ 3-4 საათი ნიშნავს, რომ ბავშვის მასტიმულირებელი გარემო, რომ მოხდეს მისი საუკეთესო განვითარება, არის შეჩერებული და აი ეს კომუნიკაცია, ინტერაქცია, ბუნებაში გასვლა, თამაში
მთელი აი ეს კომპონენტები არის ამოვარდნილი და ციფრულ ტექნოლოგიებზე არის მიმართული. თავისთავად უკვე გამოგვდის, რომ ბევრი არის და ეს ვერ იქნება სასარგებლო ბავშვისთვის. ასევე არაერთი კვლევა იყო, ნამდვილად ძალიან ბევრი კვლევა იყო ამაზე, ეს არის ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები. და რატომ? ყურადღების კონცენტრაცია არის ის კომპონენტი, რომელიც ვითარდება ნელ-ნელა, მაგრამ პასუხისმგებელი მასზე არის ძირითადად შუბლის წილი. შუბლის წილი არის თავის ტვინში ის ნაწილი, რომელიც ყველაზე გვიან ასაკამდე აგრძელებს განვითარებას და სადღაც ასრულებს ამ განვითარებას 23-25 წლის ასაკისთვის. მანამდე არ არის ისე კარგად განვითარებული. ხარ, რაც ნიშნავს შუბლის წილის განვითარება? კონტროლი, ჩემი ქცევის, ყურადღების გადანაწილება, დაგეგმვა. აი ეს არის ის, ასე ვთქვათ, უნარები, რომელზეც პასუხისმგებელი არის შუბლის წილი. შესაბამისად, ბავშვის 3 წლის, 5 წლის, 7 წლის ბავშვის თავის ტვინი არ არის მზად იმისთვის, რომ თავად დაგეგმოს ესე კარგად, თავად გააკონტროლოს, დაუშვათ, როდის დაჯდეს კომპიუტერთან, როდის ადგეს და ასე შემდეგ. ასევე იმპულსის შეკავება. იმპულსის შეკავება რას ნიშნავს? რომ რაღაცა მომინდა, წამოვხდი, რომ ეს მინდა, უცებ მომინდა გამოვიყენო ეს საგანი, მაგრამ მაქვს კონტროლის მექანიზმი, ხო, რომ ეხლა ასე არ შეიძლება. ამ წუთას აი, არც ვერ მოვითხოვ, რომ წავართვე სხვა ბავშვს რაღაცა საგანი, იმიტომ რომ მე მინდა, იმიტომ რომ მაქვს ეს კონტროლის მექანიზმი. როდესაც ადრეულ ასაკში ხდება ჭარბი დოზით ბავშვის აი ამ გაჯეტების გამოყენება, ასე რომ ვთქვათ, მათ კიდევ უფრო მეტად ხელი ეშლებათ კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ აი ეს ჭარბი ფერები, ხმები, ცვლა, თამაშები, ხო? თან აი, რო წარმოვიდგინოთ YouTube-ზეც რო სკროლავენ, რა არის, რომ გადავიდა შემდეგზე, ავიდა, ანუ აი ეს შეკავების, იმპულსის შეკავების ელემენტები ნაკლებად არის. შესაბამისად, მათი გამოყენება თავისთავად ყურადღების კონცენტრაციას ართულებს. იმედი მაქვს, რომ ესე გასაგებად ავხსენი რატომ. ეს ასევე იწვევს შემდეგ იმას, რომ ბავშვი ღიზიანდება, როდესაც ხდება რა, რომ 3 საათი იჯდა და მე როცა მინდის მშობელი რა გეყოფენ ხა 3 საათის იხარ და გამოურთავს ან გამოართმევს, ხო? ის არ არის მზად ამისთვის, იწყება ტანტრუმი და ასევე კვლევები ადასტურებს, რომ ტანტრუმების რაოდენობა იზრდება, რაც უფრო დიდ დროს ატარებს ბავშვი აი ამ გაჯეტებთან. და ასევე აგრესიული ქცევაც. რატომ? ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ იმპულსის შეკავება ბავშვს უჭირს. აი ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არის ტიხარები. აი, როდესაც გადაცემას ვუყურებთ, ხო? და ნახეთ, დღეისათვის 21 საუკუნეში კიდევ რა არის. როდესაც იყო ტიხრები, ჩვენ ყველა ვიყავით მიჩვეულები, რომ ეს ტიხრები არსებობს, გადაცემა იქნება თუ ფილმი იქნება. დღეს ყველას გვაქვს გადახვევის ფუნქცია. ამიტომ უმრავლესობას ურჩევნია, რომ არ უყუროს პირდაპირში, იმიტომ რომ იქ რაღაც მომენტში წყდება, ხო? უნდა შეიკავოს ეს თავის სურვილი, რომ გადაცემის ყურება გააგრძელოს და დაელოდოს ამ ტიხარის დამთავრებას და თუ ვუყურებ გადახვევით, მე შემიძლია გადავახვილო. ანუ ბევრი რაღაც დევს აქ ისეთი, რომელიც აი ამ იმპულსის შეკავებას უშლის ხელს. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს არის ძილის სირთულეები. ამაზეც ძალიან ბევრი დაიწერა თავის დროზე და დღემდე იწერება, რომ ძილის წინ ზოგადად რეკომენდებული არის, რომ როგორც ბავშვებმა, ისე ზრდასრულებმა მინიმუმ 1 საათით ადრე აღარ გამოიყენონ გაჯეტები მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ეკრანის ფერი, ასე ვთქვათ, და აი ეს ვიზუალიზაცია, რაც იქიდან მოდის, იწვევს თავის ტვინის აღგზნებას, ასევე, ანუ დამშვიდების ძილის წინა ფაზაზე ვერ გადადის და შესაბამისად, აი რო წარმოიდგინოთ, რომ ტვინი აღიქვამს, რომ ისევ დღეა. ისევ აქტიურად არის ჩართული და რა თქმა უნდა, შემდეგ ბავშვსაც და ზრდასრულსაც ჩაძინება საკმაოდ უჭირს. კიდევ რის საფრთხესაც წარმოადგენს ამ შემთხვევაში გაჯეტები და ესეთი ტექნოლოგიები არის იზოლაცია. იზოლაცია რისგან? აი ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ბავშვთან მოვიდეს სტუმრები. და ბავშვს მაინც უნდა კომპიუტერთან თამაში. ანუ აი ეს ინტერაქცია ერთმანეთთან ბავშვების ასე ვთქვათ, ირღვევა და ბავშვი გადადის იზოლაციაში. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ ასაკში,
მე მინახავს ბავშვები, რომლებიც ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონიათ 12-13 წლის ბავშვები, როდესაც მშობელი მიხსნიდა, რომ 24 საათი პირდაპირ გაგებით, ანუ შეუძლია გაათენოს და აღამოს, საკვებსაც კი არ ითხოვსო და თუ მივდივარ და მინდა რომ გამორთოს, ხდება ისეთი აგრესიული, რომ ფიზიკურად ვერ ვერები. და ნახეთ, იმდენად ვეღარ იკავებს იმპულსს, რომ ეს აგრესია შეიძლება გადაიტანოს იმაზე, რომ დაამტვრია კომპიუტერი. ანუ იმიტომ რომ ვერ გაიგო საწაიღო ეს აგრესია, ასე ვთქვათ, და მშობელს ვერ დააზიანებდა და არ დააზიანა, გააფუჭა კომპიუტერი და აქედან დაიწყო ახალი პრობლემა, რომ ახლა ითხოვს ახალ კომპიუტერს. იმიტომ რომ ის დადიანდა. ანუ ძალიან სუდ მდგომარეობაში ვარდებიან სინამდვილეში და ჩვენ ბრაზდებით ბავშვებზე სიტყვაზე, იმიტომ რომ აი რა გახდა, მაგრამ ეს არ ხდება ერთ დღეში და ორ დღეში, ეს ხდება ეტაპობრივად და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი თავიდანვე რაღაცნაირად სწორი პოზიცია დავიკავოთ. ასევე ხშირად კვლევები აჩვენებს, რომ ენამეტყველების შეფერხებას უწყობს ხელს. რატომ? ენამეტყველების განვითარება ხდება კომუნიკაციის მეშვეობით. როდესაც ბავშვი მარტო ზის კომპიუტერთან ან მცირე ასაკის ბავშვი ტელეფონი აქვს ხშირად ან ტელევიზორთან, ეს არ არის ორმხრივი კომუნიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა შეიძლება ისწავლონ, აი რაც პოზიტიურ მხარეში წერია და უშუალოდ უამრავი გადაცემა არსებობს, სადაც არის აქცენტი ფერებზე, ფორმა, ციფრები, ასევე ესეთი შემეცნებითი გადაცემები, არ შეიძლება ის იყოს ძირითადი წყარო შემეცნების. შეიძლება ის გამოვიყენოთ და ამაზე ვისაუბრებთ და ეს იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ის არ არის კომუნიკაციაში, იმიტომ რომ კომუნიკაცია არის ორ პირს შორის მინიმუმ გაზიარება. ტელევიზორი ვერ იქნება კომუნიკატორი, იმიტომ რომ მას არ შეუძლია თქვენგან მიიღოს უკავშირი, ხო? ის რაღაცა ინფორმაციას გააცვით, მაგრამ თქვენ რას პასუხობთ, მას არ ესმის. შესაბამისად, აი ეს ენამეტყველების შეფერხება არის ხოლმე საკმაოდ ხშირად და ასევე იქნება ჩაგერთვები სანამ სხვა პუნქტზე გადახვალ, აი ბევრი მშობლისგან დარწმუნებული ვარ, შენც ხსმენია, რომ ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ პირიქით აი ეს YouTube-იან თუ ტელევიზიის ყურებით ბავშვი იმდიდრებს ლექსიკურ მარაგს და მოყავთ ხოლმე ესეთი მაგალითი, რომ აი გარკვეული ფრაზები აქვს ბავშვს ამახსოვრებული, შეიძლება უცხოენოვანიც, ინგლისურენოვანი ძირითადად და ამით მშობლების ნაწილი ამაყობს და მიიჩნევს როგორც პირიქით ვთქვათ რაღაც დადებით მოვლენას. იცით რა, თქვენ მარჯვენა მხარეს პოზიტიურ გავლენაში თუ ვისაუბრებთ პოზიტიურ გავლენაზე, ნახავთ იქაც რომ უცხოენის ათვისება მაგალითად არის ერთ-ერთი, რაც წერია პოზიტიურ გავლენაზე, იმიტომ რომ ნამდვილად ითვისებენ, ჩემ დროსაც ასე იყო, მე მახსოვს რომ უბრალოდ რუსული ვისწავლე ფაქტიურად ტელევიზორიდან, მულტფილმებით, მაგრამ აქ არის საუბარი ნახეთ დოზაზე. და აქ არის საუბარი იმაზე, რომ არ შეიძლება ქართულ გარემოში ბავშვმა უკეთ გაიგოს და იმეტყველოს ინგლისურად ვიდრე ქართულად. ეს მაინც არის ენამეტყველების შეფერხება. ამ კონტექსტში, ამ გარემოში, სადაც ოჯახში ყველა ქართულად ესაუბრება, ბაღში ქართულად ესაუბრებიან და ბავშვი საუბრობს ინგლისურად, ეს არის ძალიან საინტერესო ფენომენი საერთოდ, იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც აი ესეთი განვითარებად ქვეყნებში, სადაც ჭარბი დოზით არ არის ჩვენ ენაზე იგივე ანიმაციები და ვიდეოები დაუშვათ და აქაც არის საინტერესო რა, რატომ ითვისებს ბავშვი უფრო მეტად ტელევიზორიდან და არა იმას, რაც ესმის ოჯახში. იმიტომ რომ ესე უხეშად რომ შევხედოთ, ენამეტყველების განვითარება ლინგვისტურ დონეზე იმ გარემოში და კონტექსტში, სადაც ბავშვი ცხოვრობს ადამიანისგან, ასე ვთქვათ, უმეტესად მარცხენა ჰემისფეროთი ხდება. მარჯვენა ჰემისფეროთი მეტად ხდება სიმღერების ინტონაციების ათვისება. ჟღერადობა, ეხლა ტელევიზორიდან წამოსული ჟღერადობა და ბუნებრივი ჟღერადობა განსხვავდება ასევე ერთმანეთისგან, ხო? აი, რატომ არის, რომ აი ფრაზებს იმახსოვრებენ? მარჯვენა ჰემისფეროა უფრო მეტად ჩართული ამ პროცესში, ასე ვთქვათ, და აი ესეც სულ გამოგდის, რომ ნახეთ მარჯვენა ჰემისფეროს სტიმულაციას ვაკეთებთ და ამიტომ ის მეტად ვითარდება და რამაც ბუნებრივ კონტექსტში ენის ათვისებაზე უნდა იზრუნოს, ის რჩება მუდმივად პასიური. ამიტომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის დავაბალანსოთ. თუ ბავშვი უყურებს
უცხო ენაზე დავუშვათ და მე მინდა რომ უცხო ენა აითვისოს, მას ვაწვდით და ჩვენ გავივლით ასაკობრივად რა რაოდენობით უნდა შევთავაზოთ ასე ვთქვათ, ხო, დროის რა მონაკვეთი და როდის და რამდენი და აი უნდა ვეცადოთ რომ ამ ჩარჩოში მოვხვდეთ. და პლუს რა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პატარებთან რომ მშობელიც უნდა იყოს მაშინ იქვე. დიახ, და ალბათ მშობელი უნდა დააკვირდეს იმასაც, რამდენად ფუნქციურად იყენებს, ხო, ამ ფრაზებს ბავშვი, იმიტომ რომ ზოგჯერ უბრალოდ გაზეპირებული ფრაზებია, რაც არ ნიშნავს, რომ ზოგჯერ არის, თუმცა აი, კიდევ ერთხელ ესე ძალიან საინტერესო ფენომენი არის. იმ შემთხვევაშიც თუ არის ძალიან გააზრებული და მე ასევე მინახავს არაერთი ბავშვი, რომელიც ძალიან გააზრებულად იყენებს ამ ინგლისურ. აქაც პრობლემა ნახეთ რა არის, თუ ის იყენებს კონტექსტში, სადაც მისი არ ისმის. კარგას ის კომუნიკაციის ფუნქციას. თუ ის იყენებს ინგლისურ ფრაზას ქართულენოვანებთან მუდმივად და არიციან ბავშვებმა, კომუნიკაცია ვერ დგება. და კომუნიკაცია არის ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანი დაუშვათ იმით არის განსხვავებული, რომ მას მუდმივად სოციალიზაცია და კომუნიკაცია სჭირდება, ხო? ამიტომ კი ბატონო, აქვს გარკვეული დადებითად ესე რომ შევხედოთ ის რომ ითვისეს ბავშვი ნამდვილად, მაგრამ ის რომ ამისთვის მივცეთ მას დიდი დოზით, ასე ვთქვათ, ურთიერთობის საშუალება და დაგვრჩეს ქართული ენა, ასე ვთქვათ, აუთვისებელი, ეს არის ენამეტყველების შეფერხება. ამიტომ ისევ და ისევ თხოვნა იქნება მშობლებთან, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მინიმალური დროით და თუ უცხო ენის ასათვისებლად გინდათ რომ აყურებინოთ, მაშინ მის გვერდით იყავით და ჩაერთეთ მასთან ერთად ინტერაქციაში. კიდევ ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა ეს არის კვებითი პრობლემები. ამაზე ძალიან ბევრი დაწერილა, გადაცემა მიძღვნილა, კვლევა ჩატარებულა, რატომ? ფაქტიურად აი მართლა რომ ვფიქრობ, ჩემი ნაცნობების უმრავლესობაც კი ბავშვს ატარებს განსაკუთრებით საჭმელს ტელეფონით. ბავშვს აქვს ჩართული ესეთ ტელეფონი, ჭამს და რატომ? როდესაც ბავშვი უარს ამბობს საკვებზე, ასე ვთქვათ, საკმარისია ჩავრთოთ ტელეფონი, ის იწყებს ჭამას. ხა აქ რა პროცესია მარტივად რომ ავხსნათ. კვება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, აი დაგემოვნება, ხო? რომ ბავშვი თავიდან დაუშვათ ძუძუს წოვს, შემდეგ გადადის ხელოვნურ საკვებზე, შემდეგ იწყება დაგემოვნება სხვადასხვა საკვების, ხო? იქნება ეს, არ ვიცი, სტაფილო, ვაშლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნელ-ნელა მრავალფეროვანი ხდება და გემოების გარჩევას იწყებს. რაღაცა მოსწონს, რაღაცა არ მოსწონს, ზოგი მწარია, ზოგი ტკბილია და ასე შემდეგ. როდესაც ბავშვი გეუბნებათ უარს საკვებზე. ანუ მას ეს საკვები არ მოსწონს. მე ვაჩვენებ მას ეკრანს. ის იწყებს ჭამას. და იწყებს ისე, რომ საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა, რომ არ მოსწონს საკვები და ავტომატურ დონეზე, რასაც გინდათ, იმას შეაჭმევთ. ეს ნიშნავს, რომ არაგაცნობიერებულად ჭამს, ასე ვთქვათ. და ძალიან ბევრი კვლევა საუბრობს იმაზე, რომ ეს იწვევს საკმაოდ სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს კვებითი კუთხით ზრდასრულ ასაკშიც, იმიტომ რომ ადამიანი ეჩვევა ამას. და შემდეგ, ანუ კვება კვებისთვის კი არ ხდება. კვება, აი კინოში არის ხოლმე ეს ეფექტი. პოპკორნი ყველას გვიჭამია კინოში ფილმის ყურების დროს, ხო? შეიძლება პოპკორნი აღარ გინდოდეთ, მაგრამ თუ გაქვთ ნაყიდი და უყურებთ, უმეტესობა აგრძელებს პოპკორნის ჭამას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დაწყვილებული. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ 24 საათიან რეჟიმში ასე იყოს. ანუ მე რო აღარ მშია, მაგასაც ვეღარ ვხვდები. კუჭი რო სავსე მაქვს, მაგასაც ვეღარ ხვდები, რომ აღარ მინდა, მაგასაც ვეღარ ხვდები, იმიტომ რომ მთელი ჩემი ყურადღება კონცენტრაცია გადართული არის იქ და მე ვიღებ საკვებს. ეს იწვევს ჭარბწონიანობას. ანუ კონტროლი ვეღარ ხდება, სად ვარ დანაყრებული და სად უნდა გავჩერდე. და როდესაც კუჭი უკვე წლების განმავლობაში აი ამას სწავლობს, ნუ შესაბამისად ამის გადაჩვევა შემდეგ არის ასევე ძალიან რთული. ამიტომ კიდევ ერთი თხოვნა იქნება, რომ კვების დროს, ნუ გამოვიყენებთ ამ შემთხვევაში ტექნოლოგიებს, ხო? რაც შეეხება პოზიტიურ გავლენას. პოზიტიური გავლენა რა არის?
არსებობს განმავითარებელი თამაშები. პატარებისთვის მაგალითად ძალიან ბევრი ბავშვი სწავლობს ფერებს, ფორმებს, ციფრებს, ასოებს სწორედ ტელევიზორის მეშვეობით. აქაც არის ერთი ეს თავისებურება, რომ გაჩნია რა ენაზე უყურებს. თუ უყურებს ქართულ ენაზე, სწავლობს ქართულ ენაზე და გამოიყენებს მას, თუ უყურებს უცხო ენაზე, აითვისებს უცხო ენაზე. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა, ის რასაც ბავშვი სწავლობს და უშუალოდ ის ჩვენ გამოვაყენებინოთ. და ჩვენ ვიყოთ ბავშვებთან ერთად, რომ იგივე ეს რა ფერია, და უშუალოდ ყვითელი, მართლა სახლში რა გვაქვს ყვითელი, შეგიძლია მითხრა, ბავშვთან ერთად ვარ ამ დროს და კი ბატონო. მისაღები არის ამ შემთხვევაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვთქვი, გააჩნია ასაკს. 2 წლამდე ბავშვებისთვის, აი ამერიკის, საფრანგეთის წელიწადნახევრამდე განსაკუთრებით, ყველა ტიპის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ფაქტიურად არის არარეკომენდებული. ერთადერთი, რასაც რის რეკომენდაციასაც იძლევენ, ეს არის ვიდეოზარები. მაგალითად, ბებიასთან, ბაბუასთან ესეთი კომუნიკაცია სადაც არის, რომ დალაპარაკება და გასაუბრება, ასე ვთქვათ, ოჯახის წევრებთან, ხო? აი, ამის საშუალებას და უფლებას თუ შეიძლება ასე ვთქვათ, აძლევენ. ბავშვმა ძალიან კარგად შეიძლება ცეკვა სიმღერა აითვისოს ტელევიზორიდან და აი ამ ციფრული ტექნოლოგიებიდან, ხო? ცოტა დიდებთან მიმართებაში, ან უბრალოდ აი ანიმაციები ყველასთან არის. პატარებისთვის მულტფილმებიდან ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება ისწავლოს სხვადასხვა ანიმაციებიდან, მაგრამ ამისთვის მშობელმა უნდა იცოდეს შინაარსი, რას უყურებს ბავშვი. არის თუ არა ის, რასაც ბავშვი უყურებს, იმ შინაარსის მიმცემი, რაც მას სჭირდება. ცოტა დიდებთან მიმართებაში ეს არის ჯგუფური თამაშები და გუნდურობა. აი ცოტა სკოლის ასაკში ეხლა არის ხოლმე განსაკუთრებით ძალიან პოპულარული რაღაცა თამაშები, სადაც ჩართული არის კლასის რამდენიმე ბავშვი, ხო? ცხოვრების, როგორ ვთქვა, ცხოვრების სტილით შეიცვალა. ჩვენ დროს მაგალითად დავდიოდით სახლთან უახლოეს სკოლებში, უმეტესობა საღამოობით ვიყავით ეზოში, ან სკოლის შემდეგ ვიყავით ეზოში და ახლა ვიცით ხო როგორი განრიგიც არის სკოლის შემდეგ, სადღაც 5 საათამდე ხშირად არიან ბავშვები სკოლაში, შემდეგ მათ ტრანსპორტით არიგებენ თავიანთ ადგილას და შეიძლება ვეღარ შეხვდნენ ესე ფიზიკურად ერთმანეთს და აი ესეთი ტიპის თამაშები აი ამ კომუნიკაციას, გუნდურობას, ჯგუფურობას, ასე ვთქვათ, აერთიანებს, მაგრამ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ, რა ტიპის თამაშს თამაშობ. თუ ეს თამაშები არის მკვლელობაზე, ძალადობაზე, რა თქმა უნდა, არა. მაგრამ თუ ეს არის რაღაცის შექმნაზე, სადაც გადანაწილებულია როლები და არსებობს ასეთი კომპიუტერული თამაშებიც, რომ აი ვინ რა უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, ეს არის სასარგებლო. აქვე აღნიშნავ, რომ მე მახსოვს ერთ-ერთი, ეს არ არის ერთი პრინციპში, არაერთი მშობელი აღნიშნავს ამას, რომ აი ზოგჯერ ნახეთ როგორ ხდება, თამაშობენ, მაგრამ ბულინგის საგანი ხდება სწორედ ეს კომპიუტერული თამაშების შემდეგ, რომ აი შენ გამო მე წავაგე, შენ გამო მე ქულები დამიგრო და ან ბავშვი ამბობს, რომ ეხლა მე თუ გავთიშავ ამ თამაშს, მთელი ჩემი დაგროვებული ქულები წამეშლება და ქულები ნახეთ როგორ არის, რაც მეტ დროს ატარებს, მეტი ქულა აქვს, ანუ იმ თავითვე თამაში ჩადებული არის ის, რომ მიეჯაჭვოს, ასე ვთქვათ, ბავშვი. აი მსგავსი ტიპის რაღაცები მშობელმა უნდა იცოდეს. რა ტიპის თამაშს თამაშობს, თავად დაინტერესდეს და მოიციოს, თუ რა ტიპის თამაშები ჯობია ბავშვმა რომ ითამაშოს და შესთავაზოს, ხო? ამით განვითარებასაც ხელს შეუწყობს და ბავშვს ეს გაჯეტების მიმართ და მისი გამოყენების მიმართ ინტერესი ექნება დაკმაყოფილებული. თუმცა ამას ერთი მშობელი ვერ იზამს, იმიტომ რომ როგორც წესი ბავშვებს რა ახასიათებს, რასაც მთელი ჯგუფი თამაშობს, იმის თამაში უნდა ამასაც. ამიტომ ეს რაღაცნაირად ესეთი შეკრული სისტემასავით უნდა იყოს, სადაც თუნდაც ყოლა იყოს ჩართული იმაში, რომ რა ტიპის თამაშები არის სასარგებლო, აი ამაზე ისაუბროს, შემოიტანოს ის თამაშები, შეიძლება მასწავლებლებიც ჩაერთვან და ესე გამოიყენონ.
ვიზუალურ სივრცითი უნარები, აი ეს აწყობა ძალიან ბევრი რაღაცისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სინამდვილეში ციფრული ტექნოლოგიები, აი მაგალითად ეს თამაშები, რომელიც არის რომ უნდა იპოვო განსხვავებები, ხო? ის პირიქით ეხმარება ამ ვიზუალური ყურადღების განვითარებას. ან რომ უნდა დაიმახსოვრო, აი ბუნებრივი ბარათები რაც არის. უბრალოდ კიდევ ერთხელ მათი გამოყენება ჭარბი დოზით არ არის რეკომენდებული. ჯობს იგივე აქტივობები ბუნებრივ კონტექსტში, მაგრამ ასევე შეგვიძლია ესენიც გამოვიყენოთ, უბრალოდ თუ არ იქნება ძალიან დიდი დოზით. მე გადავალ შემდეგ სლაიდზე, სადაც არის პრინციპში წარმოდგენილი დროები და წელიწად ნახევრამდე 2 წლამდე დაახლოებით ვისაუბრე, რომ საერთოდ არც 1 წუთი. წლინახევრიდან 2 წლამდე მხოლოდ განმავითარებელი გადაცემები მაქსიმუმ 30 წუთი და აქაც მინდა აღნიშნო რა რომ არ გულისხმობენ ამ 30 წუთს გადაბმულად. ხა წლინახევრის ბავშვი 30 წუთი გადაბმულად ვერც უყურებს. ეს არის საუბარი აი ესეთ ხანმოკლე 10 წუთია შეიძლება ჩართვებზე, სადაც შობელი და აუცილებელი პირობა არის რომ შობელი უნდა იყოს ბავშვთან ერთად. რაც შეეხება 3-დან 5 წლამდე დასაშვები არის 1 საათი, თუმცა აქაც სასურველი არის არა გადაბმულად დღის განმავლობაში და ასევე სასურველი არის შობელი მაქსიმალურად იყოს ჩართული, მოხდეს მშობელთან ერთად, მოხდეს განხილვა. ესეთი რეკომენდაციაც კი აქვთ, რომ შაბათ-კვირას შეიძლება 2 საათამდე, მაგრამ აქაც ისევ სასურველი არის მშობელთან ერთად, თუმცა თუ შაბათ-კვირას ჩვენს რეალობაში ვნახავთ, რომ ეს არის ის დრო, როდესაც ყველაზე მეტი შესაძლებლობა არის ქალაქგარეთ გასვლის და უშუალოდ რაღაც აქტივობით დაკავდეს მშობელი განსაკუთრებით, რომელიც მუშაობს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პრიორიტეტი არის გარე აქტივობები. 6-დან 12 წლამდე ასევე მაქსიმალური დასაშვებით, რომ მაქსიმალურზეა ეს საუბარი არის 2 საათი. შობელი სასურველია პერიოდულად იყოს პროცესში ჩართული და აუცილებლად უნდა იცოდეს შინაარსი. ასევე ეს არის უკვე ასაკი, სადაც მშობელს შეუძლია ესაუბროს ბავშვს კონფიდენციალობაზე, ესაუბროს საფრთხეებზე, რომ მაგალითად უცხო, აი ხლა მე ესე შეიძლება არც მეფიქრა არასოდეს, რომ მაგალითად კომპიუტერული თამაშის დროს შეიძლება ვიღაცა შემოვიდეს შენს თამაშში. და დაიწყოს შენთან დიალოგი, ხო, გააჩნია რას თამაშობ. და აი აქაც ნახეთ, აბსოლუტურად უცხო ადამიანი ესაუბრება 10 წლის ბავშვს. როგორ წავა ეს საუბარი, არავინ არ იცის, შესაბამისად, აი ამ ბავშვმაც უნდა იცოდეს, რომ უცხოებთან საუბარი, როდის არის დასაშვები, როდის არ არის დასაშვები, რომ მივიდეს და მშობელთან გაიაროს კონსულტაცია, ასე თქვა და უთხრას, რომ აი დედა, მამა, მომწერა ვიღაცამ და ამ დროს რა გავაკეთო, ხო, რომ არ მოხდეს რაიმე ტიპის არასასურველი კომუნიკაცია, ასე ვთქვათ, ბავშვსა და სხვა უცხო ადამიანს შორის. და 13-დან 18 წლამდე, რა თქმა უნდა, ეს არის ისედაც გარდატეხის ასაკი, დამოუკიდებლობის ხარისხის მოთხოვნილება ბევრად დიდია ამ დროს მოზარდებში, თუმცა აქაც ძალიან ფრთხილად ისევ კომუნიკაციის და დიალოგის მეშვეობით უნდა ეცადოს ზრდასრული, რომ მაინც მაქსიმალურად იცოდეს და აკონტროლოს თუ რა ტიპის შინაარსებს უყურებს, არა ძალადობრივს, არა საფრთხილოს, ახლა აღარ დავასახელებთ, რომ ვიცით არსებობს უამრავი თამაშები მაგალითად, რომელიც ძალიან ცუდად მთავრდება და აი ინფორმირებული უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ბავშვიც, რომ ამას არ აყვეს მშობლის მხრიდან. რაც შეეხება დროს, აი რომელი დრო არის სასურველი რომ მივაწოდოთ, რომელი დრო არ არის სასურველი. ამაზე ნაწილობრივ ვისაუბრეთ. ანუ კვების ნაცვლად და კვების დროს უფრო სწორად არ ვაწვდით ბავშვს ტელეფონს, ძილის წინ არ ვაწვდით, დამშვიდების მიზნით. აი ბავშვი რო ძალიან ან გაღიზიანებულია და ტელეფონის მიცემა რომ ოღონდაც დამშვიდი. ესაც არ არის სასურველი, იმიტომ რომ ბავშვი მე მუდმივად მოგთხოვთ, ეს ნიშნავს, რომ ერთი რო თვითრეგულაციის პრობლემა ექნება, ანუ საკუთარი თავის დამშვიდება, სირთულე მას მუდმივად ექნება, იმიტომ რომ თვით დამშვიდებას სჭირდება სწავლა. სჭირდება სწავლა ბავშვების კუთხით, რომ
ჯერ იდენტიფიცირება გავაკეთო ემოციის, რა მჭირს, მეწყინა, ვტირი, გავბრაზდი, რატომ. ამის შემდეგ დამეხმაროს დასრული და თუ გამოსავალი არის უბრალოდ ტელევიზორი და ისე ყურადღება გადავიტანე და ამიტომ ნახეთ, მთელი ჩემი ემოციები რატო ვიყავი, რა მოხდა, გადავიდა მეორე ხარისხოვანი გახდა და საერთოდ დამავიწყდა. მე ძალიან გამიჭირდება ვისწავლო ჩემი აი ამ ქცევის მართვა და საკუთარ ემოციებზე დაფიქრება. როდესაც დასრული აკეთებს სახლის საქმებს. აი ეს არის კიდევ ძალიან ხშირად, რომ მაგალითად, როდესაც დედა აკეთებს საჭმელს, ან აი სარეცხი უნდა გაფინას, ამ დროს როგორც წესი ურჩევნიათ, რომ ბავშვები იყვნენ ტელევიზორთან. არა და პირიქით. ამ დროს მიუხედავად იმისა, რომ ესმის, რომ ეს არ არის მარტივი, ჯობს ბავშვი იყოს ჩართული და დაგეხმაროთ მაგალითად დაგიკავოთ სტაფილო და დაგელოდოთ სანამ თქვენ არ ვიცით. წითელ ლოგალს დაჭრით. აიღოს ეს დაჭრილი და ჩაყაროთ ქვაბში თქვენთან ერთად. გამოაცხოს თქვენთან ერთად ხაჭაპური. ანუ ბევრად ფუნქციურ უნარებს იძენს ბავშვი ამ დროს, ვიდრე ამ დროს იყოს ტელევიზორთან და თქვენ აკეთებდეთ თქვენს საქმეებს, ხო? აი საწოვარას ნაცვლად ასევე, როდესაც გაღიზიანებულია და ტირის და ეძინება და ასე შემდეგ და არ გაქვთ საწოვარა, აქაც იგივეა, ხო, რომ თვით რეგულაციის სწავლების ნაცვლად ჩვენ ვაძლევთ ხშირ შემთხვევაში აი ამ ტელეფონს. და ნუ ძიძის ნაცვლად სამწუხაროდ ესეც არის რეალობა, მე მინახავს არაერთი 8-9-10 თვის ბავშვი, რომელიც საათობით უყურებს ტელევიზორს, იმიტომ რომ ერთობა. რა თქმა უნდა, აქვე მინდა აღნიშნო, რომ მშობლები ძალიან ხშირად ხდებიან ხოლმე ესეთი კრიტიკულები, იმიტომ რომ გონიათ ალბათ, რომ ჩვენ მათ ვაკრიტიკებთ, რომ არ გამოდის, როდესაც 1000-ის საქმე გაქვს, არ ჩერდება, ჩვენ რა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გასაგებია, რომ თანამედროვე მშობელი თან მუშაობს, თან დიასახლისია, თან შეიძლება მარტო ხოლმე დედა ან მამა იყოს, ხო, არ აქვს ამას მნიშვნელობა და მას სჭირდება, ასე ვთქვათ, რომ რაღაცნაირად გამოინთავისუფლოს დრო. ეს რა თქმა უნდა გასაგები არის, მაგრამ ჩვენი მოვალეობა და ჩვენში გულისხმობ ფსიქოლოგის არის ის, რომ ჩვენ მოგაწოდოთ სწორი ინფორმაცია. როგორც მაგალითად თამბაქო არის მავნებელი და ექიმის პასუხისმგებლობა არის, რომ თქვას ექიმმა და ჯანდაცვამ, რომ თამბაქო არის მავნებელი, ასევე ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ გითხრათ. რაც შეეხება როგორ დავანებო დაუშვათ თავი თამბაქოს მოწევას, უნდა არსებობდეს სახელმწიფო მხარდამჭერი, ასე ვთქვათ, პროგრამები და ასევე მე თუ ვარ ან მარტო ხელა დედა, ან მიჭირს დროის გადანაწილება ისე, რომ ბავშვმა ნაკლები დრო დაუთმოს, აქაც ნახეთ, მაშინ მხარდაჭერა გვჭირდება ამ კომპონენტში და აქ უნდა გავძლიერდეთ. და არა ის, რომ აბა რა ვქნა სხვა რა გზა მაქვს. რა თქმა უნდა, არის ზოგჯერ შემთხვევები, როდესაც შეიძლება უფრო მეტი დრო დაუთმოს, მაგრამ ჯობს ყოველთვის მიმართოთ ან სპეციალისტს, ან ოჯახის წევრს, რომ დამეხმარე, იმიტომ რომ რაღაცა ტიპის დახმარება გჭირდება, დროს ვერ ვანაწილებ, ვიდრე შევხედოთ ასე, რომ აბა რა ვქნათ, ეს კი შეიძლება სწორი არის, მაგრამ მე სხვა გამოსავალი არ აქვს. ხო? ჩვენ ნამდვილად არ არის ჩვენი მიზანი მშობლების გაკრიტიკება, ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში გაგიწიოთ შესაბამისი მხარდაჭერა. რაც შეეხება რეკომენდებულ დროს. სასურველი არის, რომ ბავშვმა გაატაროს ციფრულ ტექნოლოგიებთან დრო, მაშინ, როდესაც ოჯახის ერთ-ერთ წევრს მაინც ცალია და მასთან ერთად არის ამ დროს. ასევე, აი ძალიან ეხლა პანდემიის დროს იყო განსაკუთრებით, რომ ბევრს გვიწევს მუშაობა კომპიუტერთან, ხო? თუ თქვენ გაქვთ რაღაცა აუცილებელი საქმე, ვერ დგებით ხართ სახლში მარტო. აი ამ დროს ჯობს, რომ ასევე დასვათ ბავშვი და უთხრათ, რომ მოდი ახლა მე და შენ ერთად ვიმუშაოთ. მე ვიმუშავებ კომპიუტერში, აი შენ ტელეფონი და მოდი 20 წუთი შენ უყურე რასაც გინდა ტელეფონში. თქვენ პარალელურად მუშაობთ, თან გარკვეულწილად თუ ამის შესაძლებლობა არის და უშუალოდ ინტერაქციაში შედიხართ, რას უყურებ, რას აკეთებ და ასე შემდეგ და 20 წუთში ამბობთ, რომ აი ეხლა მეც ვასრულებ, შენც მოემზადე, უნდა დაასრულო და ერთად გადადებთ აი ამ გაჯეტებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ დასაწყისი და დასასრული თქვენ ხართ მოდელი.
ასე ვთქვათ, ხო? რომ დაიწყეთ 15 წუთის შემდეგ გადადეთ და ბავშვიც ძალაუნებურად დროთა განმავლობაში მაინც გამოყვებათ, იმიტომ რომ მოდელს მისთვის აქვს ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა და შემდეგ უკვე უნდა შევთავაზოთ რაღაცა ისეთი აქტივობა, რაც არის მისთვის საინტერესო. ასევე, როდესაც დაუშვათ გჭირდებათ პირადი დრო. ეს არის ოღონდ უფრო მეტად დიდებთან დაუშვათ 5 წლის ბავშვთან, 6 წლის ბავშვთან, როდესაც თქვენც გჭირდებათ თქვენი პირადი დრო, აი შეგიძლიათ უთხრათ რომ მე ახლა 15 წუთი აი აქ დავჭდები და არ ვიცი, წიგნს წავიკითხავ. მოდი შენ ეს 15 წუთი ოღონდ შინაარსი იცით, რასაც უყურებს და მე მომიყევი და განვიხილოთ რა მოხდა. ხო, რა ანიმაციას უყურე, რა მულტფილმს უყურე და ასე შემდეგ. პრინციპში იმაზე რომ შინაარსი უნდა ვაკონტროლოთ და ასაკის შესაბამისი დროით უნდა მივაწოდოთ, ამაზე ვისაუბრეთ, იმაზეც რომ ბავშვის გვერდით უნდა ვიყოთ ამ დროს და კიდევ რაც არის ძალიან საინტერესო არის რომ სასურველი არის თქვენ თავად მოიწიოთ ის ანიმაციები, ფილმები, თამაშები, რომელიც გსურთ შემდეგ რომ ბავშვს გააცნოთ, ან რომელშიც გსურთ რომ ბავშვი ჩაერთოს. კიდევ არსებობს დაუშვათ რამდენიმე რეკომენდაცია. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული არის ხოლმე რომ ჩვენ თავად უნდა ვიყოთ ბავშვებისთვის მაგალითი. როდესაც მე თვითონ ვარ მუდმივ რეჟიმში, მიჭირავს ხელში ტელეფონი, ძალიან რთული არის შემდეგ ბავშვს მოვთხოვო, რომ არ დაიკავოს ხელში ტელეფონი. მე მქონია თავად შემთხვევა დაუშვათ 1-2-ჯერ, როდესაც ვიცით რომ ისევ და ისევ არა მარტო დაუშვათ გასართობი, ხო, მეილი მოდის, ძალიან ბევრი საქმის, ესე ვთქვათ, შეტყობინებები მოდის ტელეფონში, როდესაც 3 წლის ბავშვს უთქვამს, რომ ტელეფონი გადადე, მე მეთამაში. ხო? იმიტომ რომ სანამ ჩვენ აი აქ თან საქმე გვინდა გავაკეთოთ, თან უცებ მეილი ვნახოთ, მისთვის აი ეს გაზიარებული ყურადღება ირღვევა. და მასაც ეს არ სიამოვნებს. და ამას ჩვენ ადრეული ასაკიდანვე ბავშვის რო ვაკეთებთ, ბავშვისთვის ეს ხდება ჩვეული ქცევა. და ამიტომ მე ის აკეთებს იგივეს, ხო? ცდილობს მაქსიმალურად დაიკავოს ის, რაც გონია რომ არის ძალიან საინტერესო. ძალიან კარგი არის თუ გავაკეთებთ ესეთ რაღაცას, რომ დავუშვათ სახლში იქნება წესი, რომ 10 საათზე ან 11 საათზე გააჩნია ხა ბავშვის ასაკს, ზოგადად ვთიშავთ ინტერნეტს. ეს არის ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი, იმიტომ რომ ძალიან სასარგებლო არის დიდებისთვისაც. და ის შეიძლება გავაკეთოთ არა მარტო დაუშვათ ძილის წინ, რომ შვიდა დავიძინოთ ყველამ, არამედ აი ჯგუფური თამაშის დროს სახლში, შაბათ-კვირას მაგალითად, ან წვიმიანი ამინდია ვერ გავდივართ და ვთქვათ, რომ მოდი 2 საათი გამოვხდოთ ინტერნეტი, საერთოდ გადავდოთ ტელეფონები და მარტო ჩვენ ვითამაშოთ. ხო? და ეს არის რაღაცნაირი წესი. ან მეორე, მაგალითად, საძინებელში არ მიგვაქვს ტელეფონი. ან სადილობის დროს ტელეფონს ვტოვებთ ყველანი ერთად ცალკე მაგიდაზე. იმისთვის, რომ ვისაუბროთ ერთმანეთში, ანუ ეს უნდა იყოს ესეთი ტრადიციასავით გახდეს, მაგრამ თავიდან შემუშავდეს როგორც შეთანხმება წესი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ბავშვებს აი ეკრანთან გატარებულ დროის შესახებ წინასწარ შევუთანხმოთ. მაშინაც, როდესაც არის პატარა და შეიძლება საათს ვერ ცნობდეთ. ნახეთ, რას აქვს მნიშვნელობა, რომ ვეუბნები. ის არის, რომ მოვა აი აქ, მაშინ გამოგართმევ. ხო? მაშინ გამოვთოთ. როდესაც გახვა 5 წუთი, ისე ვახსენებ, რომ ნახე, გახსოვს, მიდის უკვე აი ამ არ ვიცით, 5-თან, 3-თან და რომ მივა, შემდეგ გამოგართმევ. 5 წუთში კიდევ ვახსენებთ. როგორც უკვე აღნიშნეთ, ბავშვს თავად დაგეგმვა უჭირს პატარა ასაკში. ეს არის ის, რომ მე გარედან ვუგეგმა. გარედან ვაწყდი და ბავშვიც ემზადება. იმიტომ რომ ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის წინასწარი განწყობა. წინასწარი განწყობა მას თუ აქვს, რომ უნდა წავიდეს სადღაც და არ წაიყვანთ, ძალიან ფრუსტრირებული დარჩება. აქაც იგივეა, რომ მას თუ აქვს წინასწარი განწყობა, რომ ახლა უნდა უყუროს ამას მთელი დღე და უცებ გამოვთავთ, რა თქმა უნდა, გაღიზიანდება. ამიტომ ესე ჯობს ყოველთვის წინასწარ ვუთხრათ და დაველოდოთ აი ამ წინასწარ თქმა კიდევ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ თავად მომცეს.
გამოვართვა მისინებით, ვიდრე აი ესე ძალადობრივად არა ხშირად მშობლები ამბობენ ხოლმე ასევე, რომ აი ვცადეთ და არ გამოგვდის და ისეთ ვცადეთ და ასეთ ვცადეთ. ეს არ არის მარტივი და ეს უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან. თუ ბავშვი 5 წლამდე ასე იყო, თქვენ რა თქმა უნდა 5 წლის ასაკში უცებ ვერ ერთ დღეში ვერ შეცვლით ამ ყველაფერს და არავითარი წინასწარ გაფრთხილება არ უშველის. ამას დაჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი დრო, ეს შეიძლება იყოს 1 თვეც კი და შეიძლება კიდევ უფრო მეტი, სანამ ბავშვი გადაეწყობა. და ყოველთვის უფრო რთული არის უკვე მიჩვეულ მსგავს ქცევის გადაჩვევა ბავშვისთვის და ყოველთვის ჯობია რომ ჯერ ანუ ადრეული ასაკიდან უბრალოდ დავიწყოთ მსგავსი ტიპის მიდგომებით ბავშვებთან ურთიერთობა. თუ ბავშვი არის უკვე ცოტა დიდი შედარებით, ძალიან კარგი არის, რომ მას თამამად ვესაუბროთ ციფრული ტექნოლოგიების პოზიტიურ გავლენაზე და ნეგატიურ გავლენაზე. ავხსნათ, რომ დავუშვათ სკოლის ასაკის ბავშვს დავეხმაროთ პრეზენტაციების აწყობაში, რომ შეუძლია ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მოპოვება, მოკლედ მთელი ასეთი კარგი რაც აქვს ამას ვაჩვენოთ, მაგრამ ასევე ავუხსნათ, რომ ამას აქვს ნეგატიური გავლენა, მაგალითად, თავის ტკივილი, თვალის ტკივილი, შემდეგ აი ემოციის ქცევის კონტროლი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ესეც კარგი არის, რომ თუ ბავშვი ცოტა დიდი ასაკის არის, გულწრფელად გავუზიაროთ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ სხვათა შორის, რომ როდესაც ბავშვი უყურებს ხანგრძლივად ტელევიზორს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირად იქ არის რეკლამა. რეკლამა საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ბავშვზე. თუ ჩვენ არ გვინდა რაღაცა დაუშვათ რაღაცა კონკრეტული პროდუქტი, ჩვენ ვიცით, რომ ამ პროდუქტის რეკლამა მუდმივად კეთდება ტელევიზიით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვი მას აუცილებლად მოითხოვს. ამიტომ რაღაცნაირად ესეც უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ისეთი აქტივობები, როგორიც არის ხატვა, სპორტი, მუსიკა, ბავშვთან ერთად, აი ეს უნდა იყოს დღის განმავლობაში წამყვანი. მათ შორის დიდებთანაც ხოთა შორის. და ერთი ყველაზე საინტერესო კიდევ რაც არის, რომ ჩატარდა კვლევა, სადაც ბავშვებს შესთავაზეს კომპიუტერთან გატარებული დროის ნაცვლად გაეტარებინათ დრო მშობელთან, ეზოში ეთამაშათ, ფეხბურთი ეთამაშათ და ასე შემდეგ. ბავშვების სადღაც 80% უპრობლემოდ დგება. წყვეტს კომპიუტერთან ურთიერთობას და მიყვება მშობელს. ანუ პრიორიტეტი რეალურად ეს არ არის მისი. პრიორიტეტი არის მშობელთან, ოჯახის წევრთან ერთად თამაში. მაგრამ თუ მუდმივად და ხშირად და მიეჯაჭვა უკვე კომპიუტერია პრიორიტეტი და მერე რაც არ უნდა ეხვეწოთ, მას აღარ აინტერესებს. აღარც თქვენთან თამაში, აღარც ეზოში გასვლა, აღარც ბურთით თამაში და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზული ბალანსის დაცვა. მე მგონი პრინციპში აქ უმეტესობა შემდეგ აი შეუძლიათ ამ სლაიდზეც გავჩერდეთ, გადახედონ, რომ არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც არ ვთქვით, მაგრამ მე მგონი ყველაფერი ვთქვით. ერთი, რაც მინდა უბრალოდ კიდევ აღნიშნო, არის ის, რომ ის, რაც ერთი ოჯახისთვის არის საუკეთესო, არ ნიშნავს, რომ მეორე ოჯახისთვისაც იგივე იქნება საუკეთესო გამოსავალი. ერთი შემთხვევაში შეიძლება იყოს წესები, მეორე შემთხვევაში შეიძლება იყოს უბრალოდ ერთი ტიპის წესები, მეორესთან შეიძლება არ გაჭრას, რომ გამოვთოთ მთლიანად ინტერნეტი, არ გამოვიდეს და ამიტომ შევთანხმდეთ, რომ უბრალოდ არ მიგვაქვს საძინებელში. ვიღაცასთან შეიძლება იყოს შეთანხმება, რომ აი სადილის დროს არ მიგვაქვს. ეს არის ძალიან ინდივიდუალური და თითოეულმა ოჯახმა უნდა თავის თავზე, ასე ვთქვათ, მოირგოს და გაითვალისწინოს ასევე ბავშვის თავისებურებები, ასე რომ ვთქვა. ამით პრინციპში დავასრულებ, თუ შეკითხვები არ არის, თუ არის. შეკითხვები ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ინფორმატიული ჩართვა გამოვიდა. მშობლები შეძლებენ ამ ჩანაწერის მოგვიანებით ნახვას. მე მგონი ძალიან კარგია, რომ პრეზენტაციასაც მოიცავს, შეეძლებათ, რომ თვალი გადაავლონ, კიდევ უფრო კარგად აღიქვან ეს ინფორმაცია. და მართალია, ხო ჩვენ მარიამ დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ პირველ რიგში ბავშვებისთვის იყო ეს განკუთვნილი. თუმცა მე მგონი ბევრი შენი რეკომენდაცია ნამდვილად დასრულებსაც ასევე წარმატებით
გამოგვადგება იმის და მიუხედავად ყავს თუ არა მცირეწლოვანი ან არასრულწლოვანი შვილები. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენი გუნდის სახელით და მსმენელს ვეტყვი, რომ შეკითხვები შეუძლიათ მოგვიანებითაც გამოაგზავნონ. ესეც მისაღებია ესეთი პირადი შეტყობინების სახით. მადლობა ჩვენს მსმენელს, გემშვიდობებით. მშვიდობიან საღამოს. ნახვამდის ყველას.